გურჯაანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ნომერ მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით 4 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატმა გიორგი მაჭავარიანმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და მეორედ გახდა მერი. საკრებულოშიც ყველა მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მმართველი პარტიის წევრებმა მოიპოვეს. პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებშიც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. გურჯაანის საკანონმდებლო ორგანოში ერთადერთი ოპოზიციური წარმომადგენელი მხოლოდ პარტია ლელოს ეყოლება. 4 ოქტომბრის არჩევნებმა გურჯაანში აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა მისულიყვნენ უბნებზე და განეხორციელებინათ ხმის მიცემა. რაც შეეხება უკვე შედეგებს ამ დროისთვის, რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ყავდა მერობის ერთი კანდიდატი, ბატონი გიორგი მაჭავარიანი არჩეულია მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მას მეორედ უკვე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის ეს დიდი ნდობა. რაც შეეხება საკრებულო ვიცით, რომ შერეული სისტემით დაკომპლექტდება, მაჟორიტარები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ქართული ოცნების მიერ, ყველა არის არჩეული, როგორც აღვნიშნე, ამ დროის მონაცემებით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 5 პარტია იყო გურჯაანის ოლქში რეგისტრირებული, ამ 5 პარტიიდან 4%-იანი ბარიერი, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, გადალახა 2 საარჩევნო სუბიექტმა. ეს არის ქართული ოცნება და ლელო. შესაბამისად, მანდატების გადანაწილება მოხდება ამ ორ სუბიექტს შორის. ამ დროის მონაცემებით სავარაუდოდ 14 მანდატი იქნება ქართული ოცნების, ხოლო 1 მანდატი იქნება ლელოსი. ოლქში საჩივარი არ დაწერილა, თუმცა ჯერ კიდევ არის იმისი დრო, რომ თუ კი ვინმემ რაიმე სახის სერიოზული დარღვევა ნახა, ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, თუმცა ისეთ დარღვევებს ადგილი არ ქონია, რომ ამან რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს შედეგებზე.